გამარჯობა ხალხო, მედია ჩემი ხმა კარგად ისმის. კალმით ვიქნები წარმოადგენელი. რატომ მკიდია ხალხის აზრი? ეს არის მარადიული კითხვა, როგორ ვიკიდებ ხალხის აზრს? ამ ვიდეოში შენ გაიგებ, როგორ დაიკიდო მეზობელი ლამზირას აზრები და დაიცხოვრო შენი სურვილის შესაბამისად. ალბათ დამეთანხმები, რომ ყველა ადამიანს გვინდა, რომ საკუთარი სურვილის შესაბამისად ვიცხოვროთ, გადავიღოთ თუნდაც ვიდეო დავდოთ, მაგრამ გვაწუხებს, რომ ეს რას იფიქრებს, ის ფიქრებს, ეს რას იფიქრებს და ამასობაში გადის დრო და შენ ვერ აკეთებ. მე ნერვიულობ, რომ დრო გადის და ვერ აკეთებ. არ გრჩება დრო. მე რაც გიყვარს, იმისთვის უკვე დრო აღარ იქნება. ადამიანებს გვაქვს მხოლოდ 100 წელი ცხოვრების. ეგეც თუ გაგიმართლა, ხო? ფაქტები გვაქვს 120 წელიც, მაგრამ რავი 120 წლის სიცოცხლე მე მგონი ახლა არ ვიცი რამდენი ასაკის ადამიანი უყურებს ამ ვიდეოს, შეიძლება უყურებს 17 წლის, 20 წლის, 30-ის, 40-ის, რამდენი დაგრჩა? თუ გიღირს შენი დარჩენილი სიცოცხლე, იმად რომ რას იფიქრებს მეზობლის ლამზირა. როცა გახდები 80 წლის და გადმოხედავ შენ ცხოვრებას და იტყვი ნახე, მე რა გამიბედია, რა ჩამიწერია, რა გამიკეთებია. თუ ვერ გავბედე, იმიტომ რომ მე შინოდა ლამზირავს არ გავეკრიტიკებინე. რატო გეშინი ამ კომენტარების? მეს არ მიშინი ეგეთ რა. იმიტომ რომ მე ვიცი, რომ მე იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება, ხო? მე დავიბადე, ჩემი არჩევანი, ჩემი ცხოვრება. მე მჯერა ესეთი რამის, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი უნიკალური გზა. ანუ ყოველი ადამიანს აქვს რაღაც ნიჭი, რომლის რეალიზებისთვისაც დაიბადა, მოვიდა, სასწავლოდ მოვიდა, რაღაცის რეალიზაციისთვის მოვიდა. ამიტომ შენ უბრალოდ უნდა იპოვო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს, ხო? რაღაცნაირად თითქოს მიჩნეული არის, რომ რაც სიამოვნებას განიჭებს რაც კარგად გამოგდის, მაგას არ უნდა გაყო, იმიტომ რომ ეგ უკვე იცი და რამეს ხაში დახარჯს, რომ არა, მე ვფიქრობ, რაც კარგად გამოგდის, რაც სიამოვნებს, ის უნდა გააუმჯობესო და უნდა გახდე პროფესიონალი მაგაში, ხო? ხა მე ძალიან კარგად გამომდის ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია და ჩემი ვიდეოები, ჩემი პოსტები არის მაგაზე, ხო? ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობაზე უფრო, ფიზიკურზეც, იმიტომ რომ ამ მომენტში უნდა გაიაზრო, რომ ადამიანები ყოველთვის შეგაფასებენ საკუთარი ძალიან ადვილად რომ თქვა, თუ დოგში ასხია წყალი, იქიდან ვერ დაასხა ღვინოს. ამიტომ ადამიანები როგორებიც არიან თვითონ შინაგანად შენს გაფასებენ იმ კრიტერიუმებთან შესაბამისად. ამიტომ არ მგონია შენ გიღირდეს შენი ცხოვრება იმისთვის, რომ ვიღაცამ თავისი კრიტიკი, თავისი კრიტერიუმებით შეგაფასოს, როცა შენ არც პატივს ცევ იმ ადამიანს, არც მოგწონს, არც მისი ცხოვრება მოგწონს და შენ უბრალოდ მისი აზრის გეშინია, რომ ვაიმე რამე არ იფიქროს. რა ვიცი, ფიქროს. Who cares? არა, მართლა ვის აინტერესებს. 100 წლის მერე აღარ იქნები. არავის აღარ ემახსოვრები, აღარც შენ სახლში. შენ სახლში სხვა ვინმე იცხოვრებს. აღარ იქნები, всё, დაასრულდა, მორჩა. სახელი უნდა დატოვო. რაღაცა უნდა სახელს დატოვ, რას დატოვ, შენთვის უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, შენ აღარ იქნები. შენთვის რასაც მნიშვნელობა აქვს, არის დღეს, ეხლა, აქ. რაც მოგწონს, რაც გსიამოვნებს, მიუხედავად იმისა, ვინ რას იფიქრებს. ვიღაცამ დამიწერა, რომ
კარგი რა, ისა რა ქვია, როგორ უნდა ის ვქნათო რა ქვია, დავიკიდოთო ვინ რას იფიქრებსო, ჩვენიო ცხოვრებისო, თუნდაც კარიერაო და თუნდაც ბიზნესიო მაგაზია დამოკიდებული ვინ რას იფიქრებსო. მეგობარო, ანუ უკავშირი და ვინ რას იფიქრებს და მე ვერაფერი გავაკეთო, სხვადასხვა არის. რა თქმა უნდა, ბიზნესში გჭირდება ხო ვინმე, რომ ანუ ვინმე კი არა და ანუ გჭირდება უკავშირი აუცილებლად, ხო? რომ შეგიფასონ, მაგრამ შენ არ გჭირდება ვიღაც იმისთვის, რომ გაგაკრიტიკოს, დაიწყო თუ არ დაიწყო ბიზნესი. ანუ You know what I mean, right? Nike-ის რეკლამა რო just do it. ეხაც მაგალითად ხო მე ვიღაცა მითხრა კიდე რომ 50 კაცი გაქვს გავლენაო. მეგობარო, ადამიანებს ოჯახში ყავთ 4 ადამიანი. 4 ადამიანზე არ აქვს გავლენა და მე რო 50 კაცზე მაქვს გავლენა, ოჯახმე. ოჯახანა, კარგად გიმუშავია. ხო და მე მეჩვენა მქონდეს 50 ადამიანზე გავლენა და ისე ვიცხოვრო, რომ გავხდები ძალიან დიდი, გადმოხედო ჩემს თავს და ვიტყვი რომ რაღაც შენ გაგიკეთებია, ისე გიცხოვრო როგორც გնդომებია, იმიტომ რომ დამიჯერეთ სინანულზე ცუდი არაფერი არის, რომ იმის გამო რომ ვიღაცამ რამე არის, ფიქრობს არაკეთებ, ხო? მაგაზე მე ვფიქრობ, რომ ხო, აი უდიდესი ფსიქოლოგი რო არის, მე რა სახელი გიშდები ფსიქოლოგზე, სახელი ამ მეორე თავზე თავიდან მივაწერ აქ. მოკლედ, ჩემი უსაყვარლესი ფსიქოლოგი ამბობს ასეთ რამეს, რომ ცხოვრებაში გიქნებათ. და ნუ შენი არჩევანი არის. და რაც შეეხება იმის დამუშავებას, რომ გვაკომპლექსებს ხვისი აზრი, ნუ კომპლექსებიც მაქვს ვიდეო და ნუ მოკლედ 100 წლის შემდეგ შენ სახლში სხვა ვინმე იცხოვრებს. შენი ნივთები შენი აღარ იქნება. რანაირად წერს. ის ადამიანები, რომელსაც იცნობ, აღარ იქნებიან. შენი სკოლა შეიძლება დაინგრეს. ამიტომ რავი, შენი არჩევანია გიღირს სხვების აზრებს შეწერული შენი ცხოვრება, რადგან ძალიან ტკივნეული არის, იმიტომ რომ მეც გამოვედი ხო მაგ გონების ჩიხიდან, როცა რამის გაკეთება გინდა, მაგრამ იმიტომ ვერ აკეთებ, რომ ვიღაცის აზრის გეშინია ვინ რას იფიქრებს. მე ძალიან მიყვარს, როგორც იცით, ჩემი პოსტებიდან ფსიქოლოგია და ფსიქოთერაპია, ანუ ძალიან მიყვარს, ეს არის ჩემი ჰობი, ჩემი ნაწილი, ჩემი ცხოვრება, ვგიჟდები, ანუ ანალიზზე, ადამიანის ფსიქიკაზე, აი ზოგადად სამყაროს შეცნობაზე ვგიჟდები და მიყვარს. და მაგის გამო ზოგჯერ ვთქვათ ხოლმე, რომ რაღაცა, ვაიმე, რაღაცა ვუხარო და რაღაცა, აი, ვაიმე ხო და ძალიან გავკრიტიკები ვართ რაღაც, რომ აი ხა ფსიქოლოგია და რაღაცან ეს ხომ შეუნდა რომ ჭკვიანი გოგოები ბიჭებს არ მოწონთ. მართალია, ჭკვიანი გოგოები ბიჭებს არ მოწონთ, იმიტომ რომ ჭკვიანი გოგოები მოწონთ კაცებს. ხო, ცოტა იუმორისტული ვიდეოც გამოვიდა, ნუ რატოაც არა. მოკლედ დაანებე თავი სხვების პრიზმიდან საკუთარი თავის აღქმას. შეეშვი სხვების თვალებიდან დანახულ შენ თავს. შენ უნდა დაინახო შენი თავი შიგნიდან გარეთ, შენიდან გარეთ და არა ვიღაციდან, ვიღაცის თვალიდან როგორი ხარ შენ და როგორი ჩახარ. იმიტომ რომ მოგეცა საშუალება იცხოვრო, მოგეცა საშუალება რომ აირჩიო და ნუ აირჩევ შიშიდან, ნუ შეგეშინდება სხვების აზრების და
თავიდან გაგაკრიტიკებენ, თავიდან ამას იტყვენ. რა თქმა უნდა გაგაკრიტიკონ, აბა თუ აპირებ ცხოვრებაში რაღაცის გაკეთებას, მოელოდე რომ ხან წაგება გექნება, ხან ვერაფერს, ხან მარტო შენ ჩაფლავდები 10 კაცი ჩააბარებს, მარტო შენ ჩაფლავდები, ხან რა ვიცი, სადმე წამოკრავ ფეხს, ხან დაგცნები ხას, მაგრამ ეს არის იმისი გზა, რომ საკუთარ გზას გაყვე, საკუთარ პოტენციალი მოიყვანო რეალიზებაში, ხო? და მაგასაც რო თავი დავანებოთ, ცხოვრებას რო ფეხი აუწყო. ხო, ანუ რო არ იყო ერთ ადგილას და განვითარდეს სხვადასხვა რამესთან, ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რომ ამბობენ ხოლმე, რომ 25 წლიანი სტაჟიო და ერთ ადგილას მუშაობენ. ой, დედა, რა 25 წლიანი სტაჟი ერთ იგივე ადგილზე, ანუ ადამიანი რობოტდება, წარმოიდგინე. რა ვიცი, ალბათ თუ გიყვარს, ნუ ეხა მაგალითად ფსიქოლოგიაზე შემიძლია მე რომ მქონდეს 25 წლიანი სტაჟი, ხო? მაგრამ მე ვამბობ აი საოფისე სამსახური 25 წელი რომ ერთ-ერთი კი ბატონო, ნუ ზოგი ადამიანი მაგისტრსაც არის დაბადებული, რომ ესე იყოს, ხო? მაგრამ მე ხა იმ ადამიანებს ველაპარაკებ, ვისაც მეტი ამბიცია მაინც აქვს ცხოვრებაში, ხო? ჯერ ამბიციებზე ხომ ის იყო ერთი ამბავი, რომ ხო ამბიცია გაქვს, ცხოვრებაში თუ ამბიცია არ აქვს, ცხოვრებაში თუ მიზანი არ აქვს, აბა რა გაქვს? წუწუნი ხო გაქვს?